აფხაზეთი არის ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი არის მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ნამდვილად განსაკუთრებული სილამაზის, განსაკუთრებული სულის ადგილი არის. შეიძლება იმიტომ რომ ყველაზე კარგი მოგონებები მაკავშირებს აფხაზეთთან, იმიტომ რომ ჩვენ დავდიოდით ბავშვობიდან და მთელი წელი ველოდებოდით რომ მოვიდოდა ზაფხული და წავიდოდით ბიჭვინთაში. დედაჩემა და მამაჩემა აფხაზეთში გაიცნეს ერთმანეთი გაგრაში და შეიძლება ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რომ სულ იქ დავდიოდით. მე მინდა 21 საუკუნეს გავუგზავნო ყველაზე ძვირფასი, რაც მე, რაც თქვენ ყველას ჰქონდათ მე-20 საუკუნეში და რაც გექნებათ 21-ში. ეს არის აფხაზეთი. როდესაც უკვე ვიღებდი გზავნილს 21 საუკუნეში პირველი არხის ცენტრალურ საახალწლო გადაცემას 2001 წლის ეს იყო გზავნილი ყველაფერი საუკეთესო რაც ჰქონდა მე-20 საუკუნეში. აფხაზეთი იყო და არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი და საქართველოს ნაწილი. და აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელი იყო რომ ყოფილიყო გზავნილი და მაშინ ისევ აფხაზი დამეხმარა რომ ჩავსულიყავი, გადამეღო და როცა ჩავედი მე და გიორგი ბერიძე ვიყავით არაჩვეულებრივი ოპერატორი ქართველი და აი რომ ავფრინდით და რაღაც 2 წამში უკვე ვიყავით აფხაზეთის ზღვის თავზე და მაშინ რომ დავინახე, აი მაშინ მივხვდი პირველად რომ ამდენი წელი საერთოდ როგორ გავძელი თქო აფხაზეთის გარეშე. რთული იყო სულიერად რომ ჩავედით და ამდენი ხნის უნახავი მიწა ვნახეთ, ზღვა ვნახეთ, ცა ვნახეთ, ის არაჩვეულებრივი ბუნება ვნახეთ, რომელიც იქ არის. ის არაჩვეულებრივი ხალხი ვნახეთ, რომელიც დიდი ხანი არ ყავდა ნანახი. რთული იყო მხოლოდ სულიერად, თორემ აფხაზური მხარედან აბსოლუტურად, აი იმდენად რომ გადაღებაზე მარტო დაგვტოვეს, რომ ჩვენ რაღაც შეზღუდულად არ გვექნა თავი. ჩემი აფხაზეთი არის ლამაზი, ცისფერი, ფერი, ბევრი, ზღვისფერი. ძალიან ლამაზი და ძალიან საყვარელი და მონატრება ხა ჩემთვის. ძალიან ხშირად მესიზმრება. რაღაცები რაც ხდება ხოლმე. ხშირად ხდება სიზმრები აფხაზეთში. და სხვა ღელავს ხოლმე. წყნარი არასოდეს არა სიზმრა.